დავიწყოთ დღეს თქვენმა პარტიამ აირჩია თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ყობახიძე. მთავარი მიზანი, მთავარი სტრატეგია ყობახიძის თავმჯდომარეობის პირობებში რა იქნება თქვენი პარტიისთვის? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. დღეს მნიშვნელოვანი თარიღია ქართული ოცნებისა და ზოგადად საზოგადოებისათვის. ირაკლი ყობახიძის არჩევა პირველ რიგში კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს იმ დამოკიდებულებას, რაც არამხოლოდ არჩევნებთან, არამედ ზოგადად ქვეყნის და მოსახლეობის არჩევანთან არის დაკავშირებული. ეს არის პირველ რიგში მშვიდობის უზრუნველყოფა, ეს არის ღირსეულად ევროკავშირში გაწევრიანება და ეს არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა, ეკონომიკური და სოციალური სიძლიერე. მის გამოსვლაშიც აქცენტები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო ის, რომ ეკონომიკური გაძლიერება უნდა შევიდეს თითოეულ ოჯახში და კეთილდღეობა უნდა იყოს თითოეული ოჯახის წევრის, ასე ვთქვათ, შეგრძნებითაც უნდა იყოს ეს ეკონომიკური გაძლიერება და მეორე მნიშვნელოვანი აქცენტი ეს იყო ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, როგორც ტერიტორიული, ასევე საზოგადოების და შესაბამისად ეს იქნება ჩვენი იყო და გრძელდება ეს ამოსავალი, ის ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით დაპირებები, რაც მანამდე გქონდა, ვხედავთ, რომ განგრძობითი ეკონომიკური გაძლიერება გვაქვს. ჩვენ შეიძლება მოლოდინებზე უფრო მეტი შედეგი იყო ის, რომ ევროპაში და ეს ჩვენი შეფასება არ არის, ევროპაში, ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაშიც პირველები ვართ ურყევი და მდგრადი ეკონომიკური გაძლიერების მაჩვენებლით. შესაბამისად ეს პირობა შესრულდა და ეს პირობა არის ასევე წინაპირობა დემოკრატიული განვითარების და ასევე თავისუფლების რეალურად იმისა, რომ არ იყო დამოკიდებული სხვაზე.